კანონი არ ეხება მხოლოდ სექსუალურ ან რელიგიურ უმცირესობებს, ის ეხება ყველას, მათ შორის ქალებსაც, რომლებიც ხშირად ექცევიან უმცირესობის როლში. ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე გახმაურებული საქმე აღიძრა, რომლებშიც ქალი ქმრის ან ყოფილი ქმრის ძალადობის მსხვერპლი ხდება. ხშირად ლეტალური შედეგით. 2014 წლის 15 მაისი ვარკეთილი 27 წლის სოფო ზურაბიანი გვიან საღამოს სახლთან მოკლეს. ზურაბიანს ქმარმა 24 ტყვია აესროლა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ამ დრომდე მძიმარჩება გარდაცვლილის ძმის მდგომარეობა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. გოგონას მკვლელობის ერთადერთ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ეჭვიანობა გახდა 23 წლის ანა ოვანესიანის მკვლელობის ერთადერთი მიზეზიც. ახალგაზრდა ქალის ცხედარი ერთი თვის წინ საკუთარ სახლთან იპოვეს. გოგონას გულმკერდის არეში 16 ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გოგონას მეგობარი ბიჭი სამართალდამცველებმა იმ დღესვე დააკავეს. ძალადობა გახდა 48 წლის ქალის სიკვდილის მიზეზით სოფელ მუხრანში. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ჯერ მეუღლე, შემდეგ კი 22 წლის რძალი მოკლა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით სიკვდილის მიზეზი ამ შემთხვევაშიც ურთიერთ შელაპარაკება გახდა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებენ ბრალს 35 წლის ფრიდონ არჩვაძეს. მან ყოფილ მეუღლეს 2 თვის წინ ვაკეში დაზიანებები ხმლით ჯერ სხეულზე მიაყენეს, შემდეგ კი ყური და მარჯვენა ხელის თითი მოაჭრა. არჩვაძეს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოზე მან დანაშაულის მოტივი ასე ახსნა. მე არ უარყოფ, რომ საშიში ვარ სოფოსთვის. ის გავაფრთხილე შვილებისთვის მიეხედა და არ ევლო ღამის კლუბებში. ფეხები სწორედ იმიტომ დაუზიანე მინდოდა ცეკვა ვერ შეძლებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო. სოფოს არ ეცეკვა. ეს მინდოდა მომესპო, ამას მივახციე, ცეკვა მოუსპე. ამიტომაც გადავტეხე მუხლებში, მინდოდა დამესახიჩრებინა, რაც შეეხება ყურს ყურის მოჭრა ანდომებია. ეს შემთხვევითობა იყო. სიმართლე თუ გაინტერესებთ, გეტყვით, მინდოდა შრამი დარჩენოდა ჩემგან სოფოს სახეზე, რომ სულ დავმახსოვრებოდი და ამიტომ ვცდილობდი სახის დაზიანებას. ეს საქმეები მხოლოდ ნაწილია იმ მასალების, რომელიც კურიერის არქივში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაგროვდა. ბოლო დროს გახშირებული მკვლელობის მსხვერპლი ძირითადად ცოლი ან ყოფილი ცოლია. მკვლელობის ძირითადი მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ეჭვიანობაა. საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. იმ ქალების მცირე ნაწილმა, ვინც ძალადობას შეეწინააღმდეგა, დროებითი გამოსავალი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იპოვა. სწორედ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო წლების განმავლობაში კურიერის რესპონდენტიც. ეკა მისი პირობითი სახელია. ახლა ძალადობის სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში ამ ოთახში 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. ეკა გვიყვება, რომ ქმარი სვამდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კი ყოველდღე ძალადობდა საკუთარ ცოლ-შვილზე. მსხვერპლი შვილებთან ერთად სიკვდილს ბევრჯერ გადაურჩა. შესაძლებელი ყოფილიყო, მომხდარი იყო მკვლელობა, იმიტომ რომ ცემის დროს ის უკვე ვეღარ გებულობდა რას აკეთებდა, რას გირტყავდა, იყო სკამის ფეხი, იყო გასაღები, ყველაფერი აბსოლუტურად რაც მოხდებოდა, თებში ჭიქა, ბოთლი, შეიძლება ყველაფერი ჩაერტყა. ეკა ყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასზე წლების განმავლობაში მეუღლე ძალადობდა, ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ქმარმა სახლი გაუყიდა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მაგის გამო შეიძლება არ დამემგრია ოჯახი, რომ სვავდა და კიდე ბავშვების გულისთვის, რომ ოჯახი ქონოდა. გაყიდა ერთ დროსაც, ერთ დღესაც გავიკეთე, სახლი გაყიდა და სრულიად ქუჩაში აღმოჩნდით, სახლში ვეღარ შევედი. კვლევების მიხედვით ქმარზე ეკონომიკური დამოკიდებულება, სოციალური პირობები, გაურკვეველი მომავლის შიშის და საზოგადოებრივი აზრის გამო მსხვერპლი ქალები მოძალადისგან თავის დაღწევას ხშირ შემთხვევაში არც კი ცდილობენ. სწორედ ამ მიზეზით მიმართვიანობის მაჩვენებელი შესაბამის ორგანიზაციებთან მცირეა. ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ საქმე არ მივიდეს დანაშაულამდე, სერიოზულ დანაშაულამდე და თუ დანაშაულის ნიშნები არსებობს, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და მეორე საზოგადოებას შესაბამისად ადეკვატური დამოკიდებულება უნდა ქონდეს. შესაბამისად მსხვერპლი მარტო არ უნდა დარჩეს მოძალადესთან და მას უნდა ქონდეს ერთის მხრივ სახელმწიფოს და მეორეს მხრივ საზოგადოების იმედი. ოჯახური ძალადობა არ აღიქმება ვიმეორებ ისევ საშიშს დანაშაულად, რომ ჩვენ მაინც უფრო ფასადური პოლიტიკისკენ ვართ მიმართული. მხოლოდ შედეგზე რეაგირება და მიზეზების არაღმოფხვრა და მიზეზების რეაგირებაზე და გაცნობიერებაზე როცა არ მიდის პოლიტიკა
პრაქტიკული მუშაობა, ამ შემთხვევაში ეს თემა კვლავ დარჩება აი ესეთ მოუგვარებელ თემად. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობაზე კარგად მეტყველებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. გამოკითხული რესპონდენტების პასუხებიდან ირკვევა, რომ მათი 34% ქმრის მიერ ცოლისცემას ამართლებს. გამოკითხულთა 79%-ის აზრით კი ქმრის მიერ ცოლისცემა დანაშაულია. ძალადობა უფრო მეტად მიუღებელია ქალებისთვის, ვიდრე მამაკაცებისთვის. არსებობს უამრავი შემთხვევა, ასევე ადამიანები, რომლებიც ქალების წინააღმდეგ ან ოჯახური ძალადობის შესახებ არ აცხადებენ. 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ირკვევა, რომ გამოკითხულთა 78% ოჯახურ ძალადობას პირად საკითხად აღიქვამს, რომელიც ოჯახში უნდა დარჩეს. იმავე მეთოდოლოგიით ჩავატარეთ კვლევა 2013 წელსაც და დავადგინეთ, რომ შედარებით შეცვლილია ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღქმა, რაც ძალიან პოზიტიურია. ეს დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებებით, რომლებმაც 2012 წელს ოჯახური ძალადობა დანაშაულად შეაფასა. საქართველოში ოჯახური ძალადობის კრიმინალიზაცია 2012 წელს მოხდა, თუმცა ამით მსხვერპლის მონაცემები ეფექტურად არ შემცირებულა. ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზის მონაცემებით 2013 წელს ცხელ ხაზზე 997 ზარი შევიდა. აქედან 163 ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, 178 ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, 116 კი მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.